ხო, ან დღეს ბევრი არ იქნება გადატვირთული მასალა ცოტა იქნება, უფრო აი პრაქტიკული რაღაცეები მინდა გაჩვენოთ. ესე იგი, ტოპიკები რო ჩამოვწეროთ, ესე იგი, პირველი რაც მოდი შევაჯამოთ ჯერ, აი, ნახოთ. ესე იგი, ჩვენ ნახეთ MLP რას ნიშნავს და ნახეთ forward-იც და backward-იც. და ტრეინინგის მაგალითიც მოვიყვანეთ. ეხა აი დღევანდელი და შემდეგ მე ორი ლექცია დამჭა თუ ვწდები, უფრო აი ამაზე ვიტრიალებთ, ანუ ახალი რაღაცეები იქნება, თუმცა უფრო პრაქტიკული, ანუ ესე თეორია ბევრი არ იქნება, უბრალოდ აი როგორც თქვით ეხა რაღაცას ავხსნით, ინტუიციურად უნდა ვიცოდეთ ეს რაღაცა რა შვება და რაში გამოიყენება და თუ რამეში დაგჭირდა, პროსტა უნდა ვიცოდეთ რომ ეს არსებობს და სადმე შევართ დავაკოპირებთ, ან იქ ზეპირად ცოდნა, რა თქმა უნდა, საჭირო არ არის. დღეს ვნახავთ, ესე იგი, ჩვენ ვნახეთ, რომ არის ნეირონქსელებს აქვს წონები. ხო, და არაფერი არ გვითქვია ამ წონების ინიციალიზაციაზე, ანუ ნეირონქსელს რო ქმნით, ეს წონები რა უნდა იყოს, ამაზე არაფერი არ გვითქვია და დღეს რამდენიმე ვარიანტს განვიხილავ. ანუ პირველი ტოპიკი გვექნება ნეირონული ქსელების წონების ინიციალიზაცია. და მეორე საკითხი გვექნება რეგულარიზაცია. ამას გავმართოთ რა არის. ამას TensorFlow Playground-ზე გაჩვენებთ და PyTorch-იც შეიძლება თუ დრო დაგვრჩა, ნახოთ ეგეც რა შვება. თუმცა თეორია აქ არ იქნება, სულთა პრაქტიკული საკითხია. აი, დავიწყოთ, მოდი. დავიწყოთ ინიციალიზაციით. ავიღოთ ეს. აი, ეს გავუშვათ სტანდარტულად. ხო, და ეს ფუნქცია, helper ფუნქცია გავაკეთოთ ესეთი, ანუ linear plus activation. ანუ ვაძლევთ ესე იგი features in, features out, აქტივაციის ფუნქცია და bias-ი, ხო, და ეს რაღაცას გვაძლევს, ანუ ლინიარი გვაქვს, მე გვაქვს აქტივაციის ფუნქცია, ეს დამხმარე ფუნქციას ეს გავაკეთებ და ეს რა შვება, ხო, პროსტა აი, ვთქვათ მივუთითე 134, 21-ზე, აქ მივუთითე, ვთქვათ, relu და აქ მივუთითე true. ხო, და ესეთი რაღაც მომცა PyTorch-ზე. ნუ sequential-ი წინა ლექციაზე ავხსენით, რასაც აკეთებს არის ის, რომ ქმნის ახალ, ანუ PyTorch-ი ყველაფერი არის მოდული, მოკლედ რო ვილაპარაკოთ. ანუ ცოტა ხო არ გავადიდო, მგონი ჯობია, ესე ჯობია მგონი. ხო, ანუ ხა რას გულისხმობ მოდულში? აი, ეს sequential-ი მე შემეძლო ასე დამეწერა, თქვათ. class sec, მოდი sec და ანას დავარქოთ. custom sequential. და მაგალითად ეს რაღაცა, რომ def და აქ მივცემდი რაღაც მოდულს, თქვათ. და forward-ი როგორც თქვი, ყველაფერს აქვს, ანუ ყველა მოდულს აქვს, self, input და ეს იქნება უბრალოდ for m in ხო, ანუ უბრალოდ აი ეს და sequential ეხლა რაც დავწერე, არის ერთი და იგივე, უბრალოდ PyTorch-ში უკვე მოცემული მაქვს ეს. ანუ ეს არის მოდული, რომელიც პროსტა იღებს რაღაც მოდულებს, ამ შემთხვევაში აქ ქონდა ლინიარი და აქტივაცია და უბრალოდ ერთმანეთის მიყოლებით ამ მოდულებს ერთმანეთში გაატარებს რა, ანუ ის კონვეიერი რო წარმოვიდგინოთ, pipeline-ში გაატარებს. ეს არის და ეს. ხო.
ეხლა ეს რა დავწერე, რომ ეხლა დავაკოპირებ MLP-ის იმპლემენტაციას. მოდი აქ ჩავსვათ, ეს ჩვენი MLP. წინა ლექციებზე რაც იყო იგივეა, ალბათ მე მგონი ცოტა რაღაც შევცვალე, აი გადავართ, ანუ ესე იგი გვაქვს input-ი, ეს hidden-ები, output-ი, აქტივაციის, ну, მე მგონი იგივეა პრინციპში. ხო, და აქ უბრალოდ ჩავსვი ეს layer-ებში ვიყენებ, ცალ-ცალკე რო არ ვწერო მე, ესე იგი linear-ს და მე აქტივაცია პირდაპირ ამ ფუნქციას ვიყენებ, რომ ერთად ჩამისვას რა ეს linear-ი და მე უკვე აქტივაცია მოყოლებული. ეს არის ჩვენი MLP. Okay, და ხო, ეხლა მოდი ჩვენ ვთქვით წონების ინიციალიზაციაზე, ხო? მოდი ჯერ ვნახოთ, რომ დეფოლტად ჩვენი PyTorch-ი რა შვება. აი ხა მე რო აქ რაღაც მოდი რაღაც ML პროცესორად მოდი ასე გავაკეთოთ. მოდი ავიღოთ მაინც რაღაც batch size-ი, თქვათ 32. შეგახსენებთ, რომ ეს არის batch size-ი არის data point-ების რაოდენობა, ანუ რამდენ data points ვაძლევთ პარალელურად neural cells. Number of data points that will be processed in და hidden layer-ების განზომილება შემოვიღოთ, მოდი size of hidden dimension იყო 64 პირობითად. ახლა აქ შეამჩნევით, რომ ორის ხარისხებს ხმარობ. ну ეს პრაქტიკაა, რომ ორის ხარისხებს ხმარობენ, იმიტომ რომ უბრალოდ კომპიუტერის არქიტექტურაზე, როდესაც ორის ხარისხია და მრავლდება, იქ რაღაც hardware-ზე რაღაც უფრო კაი ოპტიმიზაციები ხდება. თუმცა შეგვიძლია ნებისმიერი რიცხვი დავწეროთ, არ აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა. რაღაც input-ი მაქვს, ესე იგი, ანუ 32 ცალი მაგალითი, თითოში მაქვს 64 ცალი ფიჩერი და მაქვს, თქვათ, label-ები. ანუ rand like რა შვება, ეხლა ანუ და x-row-ით, ანუ დააგენერებს random რიცხვებს, რომელსაც ექნება ამ x-ის shape-ი და მაგიტო არის like, რომ ანუ იმ ზომისას დააგენერებს. მოდ დავიჭრით ახლა რა იქნება. ხო, x-ი მოგცა ესეთი რაღაცა და y-ი მოგცა ხო, ესეც რაღაც რიცხვებია მოკლედ. shape. ხო, ну რაღაც, მოდი ესე არ ვქნათ. მოდი იყოს ეს ერთი გვინდა ჩვენ რეალურად აქ. ესეც ესე იყოს. ხო. აი, და აი ჩვენი MLP გადმოვიტანოთ აქ. და მოდი ახლა ვნახოთ, თქვათ, რაღაც layer ერთ-ერთი layer-ის აი ეს არის sequential-ი, ახლა sequential-ი არის თვითონ მასივისნაირად და შემიძლია ინდექსებით მიმართო, ამის 0 იქნება ეს linear-ი პირდაპირ. და მოდი ახლა ამის წონა ვნახოთ. Okay, ანუ რაღაც რანდომული რიცხვები, ანუ თვითონ დააგენერირა რა, ანუ თვითონ ჩასვა რანდომული რიცხვები. ჩვენ არაფერი არ გვიქია. და მოდი ახლა ნახოთ რა მოხდება რამდენიმე შემთხვევაში. ანუ პირველი მოდი განხილოთ ასეთ რაღაც, ანუ რა მოხდება თუ ამ წონებს დავაინიციალიზირებთ ნოლებით სულ. ხო, ესეთი კითხვა დავსვათ, მე მგონი საშინაო დავალებაც იყო ერთ-ერთი. არ მახსოვს, თუმცა აი მოდი ახლა ნახოთ ექსპერიმენტი ჩავატაროთ, რა მოხდება თუ წონები გვექნება ნოლები. ну ამისათვის დავდგათ მოდი პატარა ექსპერიმენტი. ესე იგი შემოვიღოთ ჩვენი მოდელი გვაქვს, მოდი ახლა loss ფუნქცია, ალბათ mean squared error-ი, რომელსაც ალბათ რეგრესის იმაში ნახავდით. ანუ label-ებს minus modelis prediction-ი და ამ ყველაფრის კვადრატი და ამ ყველაფრის საშუალო ეს არის loss ფუნქცია ჩვენი. და ну შემდეგ ვაკეთებთ backwards. და მოდი მე აი ეს რაღაცას დავუჭდავ. ხო, ამ მომენტში ესე იგი backward-ის დროს გახსოვთ, რომ ანუ loss ფუნქციის მიმართ დაიფლება, უბრალოდ loss-ის აი ამ მოდელის წონების მიმართ დაიფლება კერძო წარმოებულები. ანუ კერძო
წარმოებულები ლოსის ფუნქციის ქსელის წონების მიმართ. და ნუ წინა ლექციაში ეს ნახეთ როგორ მუშაობს ზუსტად და იმპლემენტაციას მოვიყვანეთ. და მე უბრალოდ აი აქ წერ, აი ამ ჩემი MLP-ის პარამეტრებს, ანუ თვითონ პარამეტრის სახელი, ამ პარამეტრის shape და პარამეტრის gradienti. ეს gradienti წინა ლექციაზე ნახეთ, რომ აი ამ წონის უпростоრად ნეირონქსელის პარამეტრის ამ შემთხვევაში შრის gradients გვაძლევს, რომელიც წარმოიქმნება ამას რო გამოვიძახეთ, ანუ თუ ეს არ გამოვიძახეთ, მაშინ ეს gradi იქნება nani. მოდი გავუშვათ, ხო, და ესეთი output-ი გვაქვს, ანუ აქ გვაქვს layer-ის სახელი. ანუ აქ ხა მე როგორ ავწერე ეს ქსელიში, ნახეთ, ანუ ეს არის input-ი, ანუ რადგან x-ში გვაქვს h ცალი, ამ შემთხვევაში 64 ცალი ფიჩერი, input-იც უნდა იყოს 64 და მე ორი hidden shre ავწერე და ორივე ზომა არის h, ანუ გავამარტივე სიტუაცია. Output-ი დავსვი 1, ბოლო შრეზე აქტივაციას არ ვეყენებ და მოდი ჯერჯერობით არ გვინდა საერთოდ აქტივაცია. ანუ იგივური ფუნქცია ჩავსვათ. აი და ხო, თუ ესეთი რაღაცები მივიღეთ აქ, ესე იგი პირველი შრის წონა 64, ну ყველა ზომა პრინციპში 64 იქნება, იმიტომ რომ აქ ყველაფერი h-ები მაქვს ჩასმული. ესე იგი პირველი ლეიერის წონა ბაიაზი, შემდეგ გვაქვს მეორე ლეიერი და ბოლოს გვაქვს მესამე ლეიერი. ხო, ну სამშრიანია ნეირონქსელი, ანუ input-იდან პირველ hidden-ზე გადასვლა, პირველი hidden-იდან მეორე hidden-ზე გადასვლა და მეორე hidden-იდან output-ზე გადასვლა. და იმ ყველა გადასვლას აქვს თავისი წონა. ну გასაგებია, ხო ეს? და ხო, აი ესენი არის უკვე gradientები, ანუ მე რო ეს backward-ი გავაკეთე, აი ეს gradientები მაქვს. აქ ნუ რაღაც რიცხვებია, ხა ეს კონკრეტულად რა არის, არ გვაინტერესებს. და მოდი ახლა ვნახოთ, ჩავატაროთ ესეთი ექსპერიმენტი, გავაკეთოთ წონების ინიციალიზაცია ნოლებით და ვნახოთ რა დაიბეჭდება. ამისათვის მე დავწერ ასეთ ფუნქციას თვითონ MLP-ის კოდში, აი აქ init weights with constant. და გადავცემ რაღაც constant ნიშნულობას. და ნუ ეს კოდი იწერება ასეთნაირად. ეხლა აი ერთ-ერთ მაიკითხეთ, რომ ეს ამებს ვერ ვიმახსოვრებ, ხო? ანუ ამის დამახსოვრება არ არის აუცილებელი, უბრალოდ ეხლა უნდა იცოდეთ, რომ არსებობს მეთოდი, რომ წონების ინიციალიზაცია გავაკეთო. მე შევდივარ Google-ში ან სადმე და უბრალოდ ნახავ და ვიღაცის კოდს ვაკოპირებ. ანუ ძალიან სტანდარტული კოდია. ერთხელ რომ ნახავთ, დაზეპირება არ არის საჭირო რა. ну აქ რა ხდება, ესე იგი self წერტილი modules ჩვენ მოგცემს ყველა layers. ან ეს არის ჩაშენებული PyTorch-ის ფუნქცია. და მე ვამოწმებ, ესე იგი თუ ეს ჩემი layer-ი არის ლინეარის ტიპის, მაშინ ვიღებ ამ layers და ამის წონას ვავსებ, ანუ fill შევსება, ხო, ამ კონსტანტ ნიშნულობით, რასაც გადავცემ. ну აქ ამ შემთხვევაში ქვედატირე გვაქვს, ეს ნიშნავს in place ოპერაციას, ანუ ახალი არაფერი არ იქნება, უბრალოდ აი ამ წონაში, თვითონ ამ მატრიცაში ჩაიწერება, ანუ ახალი მატრიცა არ იქნება. ხო, და ნუ სიმარტივისთვის ბაიაზი არის 0 ყველგან, ანუ ბაიაზს არ ხმარობთ, რომ გაგვიმარტივოს ექსპერიმენტი. კაი, მოდი ეს გავუშვათ. ეხლა მე გამოვიძახებ აქ, რომ გავაკეთოთ ჩვენი წონების ინიციალიზაცია, ანუ მოდელი რო შევქმნი, მე ვეტყვი, რომ წონები და ინიციალიზირე ნოლებით მეთქი, აი ეს რაღაცას ვეტყვი რა. და მოდი დავწუნდეთ, რომ ეს მუშაობს, ეხლა მე ამას დავაკომენტარებ და აქ დავპრინტავ model წერტილი, თქვათ layers. მოდი აქედან ავიღოთ პირველი ამის ნულოვანი და weight. და არის ყველა ნოლები. და რო შეამოწმოთ, ყველა სხვაც ნოლები იქნება, ანუ მუშაობს. აი მოდი ახლა თქვათ აქ რო 23 ჩავწერო, აქაც 23-ებს დამიწერს. დავარწმუნდით, რომ მუშაობს. აი მოდი ახლა გავუშვათ კოდი. აი ეს კოდი.
ანუ რაღაც ლოს ვიღებ, ეს რეალურად რას აკეთებს საერთოდ არ მაინტერესებს, პროსტა ვითვლი backwards, ანუ წარმოებულები გამოვთვალე და დავბეჭდა ამ გრადიენტებს. აი, სანამ დავბეჭდავ ხა, ვინმე სხვა რა აქვს სურვილი, რომ თქვათ გითხრათ რა დაიბეჭდება, აი თქვენი ვარაუდით რა იქნება წარმოებულები. დავუშვათ მაშინ და ნახავთ რომ ყველგან ნოლებია. ხო, ნუ ეხა რატო ხო ეს? და ნუ ცხადია ეხა რომ რადგან წარმოებულები ნოლებია, ეს ქსელი ვერაფერს ვერ ისწავლის, იმიტომ რომ მე gradient descent-ს ასე ვაკეთებ, ანუ ვიღებ წონა უდრის წონას მინუს learning rate-ი გამრავლებული ამ gradient-ზე, ხო? და ნუ ეს თუ ეს gradient-ი არის 0, ყველგან ბუნებრივია რომ ეს წონა რაც იყო იგივე იქნება. და ყველა იტერაციაზე ეს ეწავა 0 და ჩემი ქსელი ვერაფერს ვერ ისწავლის. ოკეი. ეს ყველასთვის მე მგონი გასაგებია, რომ გრადიენტები აქ ხო ეხლა ვისაც მათემატიკა აინტერესებს, ეს რატო დაჯდა ესე, არ არის აუცილებელი ეხლა ეს, ნუ თუ გაინტერესებს, შეგიძლიათ უბრალოდ სახში просто ფორმულის დაწერა მოგიწევთ, აი რაც წინა ლექციაზე ხელით ჩვენ გავაკეთეთ. აი იგივე მოგიწევთ, თქოს MLP-ს მარტივ, თქვა 1 პერსეპტრონზე გააკეთოთ და ნუ მარტივად მიხვდებით, რომ მართლაც ნოლებია. ეხა უბრალოდ არ მინდა რომ დაგაბიოთ. ეს მოდი პრაქტიკული სესია გქონდეს. კაი, მოდი ეხა ვნახოთ 0-ის, ან 0 არ შეიძლება, ოკეი. მოდი ეხა რაღაც რიცხვი ვნახოთ, თქვათ, არ ვიცი, აი მინუს, თქვათ 0 რაღაცა. გავუშვათ. აი ეხა რა მოხდა? რეალურად. ანახეთ, რაღაც -3720, აქაც გვაქვს -3720, -3720, აქ вообще ყველა რიცხვი ერთი და იგივეა. აქაც ერთი და იგივეა. ნუ ამისგან განსხვავებულია, მაგრამ რეალურად ანუ არის რაღაც, ანუ ყველა layers თავისი, ყველა layers აქ ერთი და იგივე რიცხვი. ხო, ეხა აქ 0 არ არის, მაგრამ მაინც ვერაფერს ვერ ისწავლის, მე ვამბობ ესეთ რაღაცას. რა რატო ვერაფერს ვერ ისწავლის? მოდი ესეც ვნახოთ. ნუ 0-ის შემთხვევა გასაგები იყო, რომ 0 იყო და არაფერს არ აკეთებდა. აქ ხა რა მოხდება? ანუ თქვა ავიღოთ პირველი ლეიერი. ამ ლეიერ 1 შეიძლება ასეთნაირად, ხო? LR-ი გამრავლებული ამ გრადზე. ეხა ეს გრადი ამ ლეიერ პირველში ყველა ნეირონისთვის, რადგან ერთი და იგივე რიცხვია, ან ტოლია. ეს პირველი ლეიერის ყველა ნეირონი ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება პირველი შრეხო არის ეს, ანუ h-დან h-ზე გადასვლა, ანუ h-ის კვადრატი წონა გვექნება ამ პირველ ლეიერზე. ყველასთან უნდა შევაერთოთ, როგორც გახსოვთ. და ანუ 64-ის კვადრატი წონა ყველა შეიძლება ზუსტად ერთი და იგივე რიცხვით, იმიტომ რომ აქ ყველა რიცხვი ერთი და იგივეა. ხო და ეხა და შემდეგ იტერაციასაც იგივე მოხდება, ანუ სულ ერთი და ანუ პირველ layers და იგივე გამეორდება ყველა სხვა layerში, ყველა ნეირონი ერთნაირად შეიცვლება. ხო და ნუ მარტივია ეხა აქედანაც მივხვდეთ, რომ ყველა ნეირონს თუ ერთი და იგივე რაღაცას აკეთებს, რა მნიშვნელობა აქვს, მე მილიონი ნეირონი მექნება თუ ერთი ნეირონი მექნება, როცა ყველა ნეირონი ერთი და იგივე რაღაცას აკეთებს. ანუ ამას ქვია სიმეტრიის პრობლემა, რომ ანუ ვითომ ყველაფერი სიმეტრიულად იცვლება ერთნაირად და ამ შემთხვევაშიც არაფერს არ ისწავლის, იმიტომ რომ ყველა ნეირონი ერთ და იგივე რაღაცას აკეთებს.
ანუ კონსტანტაც არ შეიძლება. რა დაგვრჩა, რომ იყოს შემთხვევითი რიცხვები, ანუ ყველა ნეირონი სხვადასხვა რიცხვებით იყოს ინიციალიზებული. ხო, ეს დასკვნა გავაკეთეთ, რომ არ შეიძლება მოდი ახლა დავწეროთ მეორე ფუნქცია, რომელიც უკვე რანდომული რიცხვებით გააკეთებს წონების ინიციალიზაციას. აი, დავწერე ხა მეორე ფუნქციას. წონების ინიციალიზაცია ნორმალური განაწილების შემთხვევითი რიცხვებით, ანუ საშუალო იყოს 0 და std იყოს ფუნქციის არგუმენტი. ანუ სტანდარტულ გადახრას, რასაც გადავთემთ, ესე იგი, კოდი მიწერია იგივე, ბოდიში კოდი მიწერია იგივე, ოღონდ განსხვავება არის აი ამ ხაზში. ანუ აქ ფილის მაგივრად მიწერია ნორმალი, ანუ ყველა ნეირონს მიენიჭება რაღაც რანდომული რიცხვი, რომელიც არის ნორმალური განაწილების, ანუ ცენტრი არის 0 და რაღაც standard deviation-ი. და ბაიაზები ისე 0-ია. მოდი ახლა ამაზე ჩავატაროთ ექსპერიმენტები. ხო, ახლა აქ მოდი ცოტა სხვანაირი კოდი დავწეროთ. ეს უკვე ვიცით, რომ ისწავლის. იმიტომ რომ რანდომული რიცხვებია და PyTorch-ის default ინიციალიზაციით რანდომული არის. თუმცა ეხლა ჩვენ ჩავატაროთ ექსპერიმენტები, ნახოთ ეს ანუ თვითონ ამ რანდომული რიცხვების სიდიდეს თუ აქვს მნიშვნელობა. ანუ ხო შეიძლება იყოს 0-დან 1-ში, ან იყოს 0-დან 100-ში რანდომული რიცხვები. აქვს თუ არა მნიშვნელობა. ამისთვის დავწერ ასეთ კოდს, ანუ ეს აღარ დაგჭირდება. და აქ გავაკეთებ ასეთ რაღაც. ანუ მოდი, ესე იგი დავწეროთ ასეთი ლუპი, სადაც გვაქვს depth-ი, ანუ ნეირონული ქსელის სიღრმე და ვცვალოთ 1, 5, 30 და ასე 500-მდე. და შევქმნათ ყოველ ჯერზე ნეირონული ქსელი, სადაც უბრალოდ აი ეს hidden layer-ების რაოდენობა იქნება depth-ის სტორი, ანუ სხვადასხვა სიღრმის ნეირონულ ქსელს ვქმნით. დანარჩენი იგივე, ანუ აქტივაციის ფუნქცია არ მაქვს და ბოლოს შრეზეც არაფერი არ მაქვს. და მოდი ვცადოთ ამ ქსელის ინიციალიზაცია ნორმალური განაწილებით, რომლის standard deviation-ი არის პირობითად 1. და მოდი ახლა დავბეჭდოთ ჩვენ ასეთი რაღაცა. ან print, ესე იგი forward pass ვაკეთებთ, შემდეგ output-ის მოდულს ვიღებთ, ანუ აბსოლუტურ მნიშვნელობას და ვაკეთებთ გასაშვალოებას. ეს გასაშვალოებას რატო ვაკეთებთ? იმიტომ რომ x-ის shape-ი შეგახსენებთ, რომ იყო batch size-ი იყო 32, ანუ 32 ელემენტი ქონდა. შესაბამისად, პასუხიც გვექნება 32 ცალი რიცხვი და მე მინდა რომ უბრალოდ ერთი რიცხვი დაიწეროს და ამ 32 რიცხვის საშუალოს ვიღებ. ნუ საშუალო რიცხვი output layer-ზე რა გვაქვს? ეს გვაინტერესებს. და მოდი გავუშვათ ახლა ეს ჩვენი კოდი. და რა მოხდა ახლა? როდესაც depth-ი, მოდი depth-იც დავწეროთ, რომ თვალსაჩინო იყოს. ესეთი რაღაცა. ანუ როდესაც depth-ი იზრდება, ესე იგი output-ზე ჯერ მივიღე რაღაც რიცხვი, მერე უფრო დიდი რიცხვი, მერე ძალიან დიდი რიცხვი 10 ხარისხად 27 და მერე უკვე overflow მოხდა. ანუ ისეთი დიდი რიცხვები მივიღეთ, რომ float ტიპში ვეღარ ჩაეტია. მოდი ახლა ვნახოთ ახლა ვნახოთ 2. ნუ აქ უარესი მოხდა, ანუ უფრო სწრაფად გაიზარდა და საერთოდ 26 და მერე გაასხა. ახლა 20 თუ ჩავწერეთ, თავიდან ეგრევე გაასხავს, ანუ 30-ზე. ნუ მოდი პატარებით ვცადოთ, ახლა დავუშვათ 0.1. აქ რა მოხდა? ანუ დაიწყო რაღაციდან და წავიდა 0-ისკენ, ხო? აი აქ 10 ხარისხად -7, მერე -21 და ბოლოს 0 გახდა. ხო, ეს ახლა თქვენი აზრით, აი ვინმე რომ ითხრას თქვა, კარგია, ცუდია, რა სიტყვით, ან როგორ დასკვნას გააკეთეთ? პირველი რაც მოგივათ თავში. რას ფიქრობთ? გაქვთ იდეები?
მას რატომ მცირდება მაგაზე? რატო 0 არა, რატომ მცირდება? არა, ანუ კარგია თუ ცუდია, რას ფიქრობთ ესეთი რაღაც რო ხდება? მას არა, იმიტომ რომ ანუ ძალიან მცირე რო იქნება, ვერ მოხდება მაგის კლასიფიცირება, რამდენად განსხვავდება თითოეული წონა ერთმანეთს. კი, სწორია, ანუ დამარტივია, ხო, აი მაგალითად 500-შრიანი ქსელი მაქვს და ანუ რაც არ უნდა შევიყვანო input-ი, ან მე ხო აქ ეს ჩემი x-ი ხო რანდომული სიდიდეა, ანუ x-ი არა დამოკიდებული ყველა ვარიანტში მივიღებ 0-ს. ანუ ეს ჩემი x-ი ნეირონულ ქსელში გაივლის ქრება და ანუ რა თქმა ხო ესეთი ქსელი, ანუ არაფრად არ ვარგა. ასევე ერთზე კიდე პირიქით, ანუ ნანს ვიღებ ბოლოში და არა აქვს მნიშვნელობა რა შევიყვან, ხო, ანუ ჩვენი მიზანი არის, რომ ესეთი რაღაც არ მოხდეს, ანუ არც 0 გვაწყობს, არც ნანი გვაწყობს. მოდი ახლა საერთოდ წავშლი ამას და PyTorch-ში რასაც გვთავაზობს default იმპლემენტაცია რაც აქვს ინიციალიზაციას ის გავუშვათ, აბა რა მოხდება. აი PyTorch-ს ისეთი კოდი უწერია, ისეთ რომ არაფერი ცუდი არ ხდება, ანუ 500 შრეზეც ის არის, რა ქვია. აი ხა ისმის კითხვა რა არის რიცხვი, ანუ რა უნდა დავსვათ აქ, რომ საქმე არ გაგვიფუჭოს. და ნუ ამის პასუხი არის ერთი შეფარდებული h-ის ფესვთან. ამას რო ჩვენ გავუშვებთ, ცუდი არაფერი არ მოხდება ამ ჩვენ ქსელში. ანუ ეხლა ამის ახსნას არ დავიწყებ აქ რატო უნდა გავაკეთო კონკრეტულად ეს რიცხვი სტატისტიკიდან გამომდინარეობს. ვისაც ძალიან გინდათ შეგიძლიათ გაარჩიოთ, მაგრამ მიზანი ის არის, რომ მოკლედ ნებისმიერი რანდომული რიცხვებს ვერ გამოვიყენებ, ანუ რაღაც კონკრეტული პარამეტრებით უნდა გავაკეთოთ ინიციალიზაცია, თორემ ძალიან ღრმა ქსელში საქმე გაგვიფუჭდება. ოკეი. ნუ ეს რაღაც მივიღეთ აქ რაღაც მაგიური რიცხვი, რომელსაც რატო ანუ და დამოკიდებულია ეს რიცხვი h-ზე, ანუ h თუ დიდია ეს უნდა გაიზარდოს. აი, მოდი ახლა ვთქვათ ასეთი რაღაცა. ხო, ნუ ამ ექსპერიმენტების დასკვნა იყო ის, რომ როდესაც ქსელის სიღრმე იზრდება, ნიშნულოვანია ჩვენ როგორ ინიციალიზაციას გავაკეთებთ და რაც უფრო ღრმა არის, უფრო ნიშნულოვანია ეს პრობლემა. აი, მოდი ახლა ასეთ კითხვას ვსვამე, აქ დავწეროთ 1, ისევ აქ მივიღებ nans და ამის მაგივრად ჩავწეროთ sigmoid. ანუ შრედი ვაფშე არ მქონდა, ეხლა მაქვს sigmoid-ი შუაში. აი, ეხლა რას იზავს თქვენი აზრით, სანამ გავუშვებ, ვინმე ხო არ მეტყვის. აი 20 დავწეროთ, მოდი. ანუ ისევ ან 0-ისკენ წავა, უსასრულობისკენ წავა თუ არც ერთისკენ. ნუ ჰინტი არის გაიხსენოთ, რას აკეთებს sigmoid-ი. ვარაუდობ რომ ესეც ანალოგიურად იქნება. მას ესეც აბოდიში. აი ნიკა ამბობს რომ ანალოგიურად იქნება ნიკოლოზი და ნიკა რას ამბობს? ნუ მე მგონია რომ ან ერთიანს მივიღებთ აქ ან ნანს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული. ოკეი. ერთიანს რატო ფიქრობ? ნუ sigmoid-ი რომ ძალიან დიდი ციფრი გადავაწოდოთ, უფრო მივახლოვდება ერთიანს. აჰა, ხო, ეგ აიდეაა პრინციპში. ანუ ერთიანი ან ნანი თქვი? კი. და ესეთ კითხვას გისვა, ანუ ერთიანი, ანუ შენი ძახი რომ ერთიანზე იქით არ მოგცემს, ანუ sigmoid-ი არის 0-სა და 1 შორის, ხო? და ანუ ერთიანზე იქით არ მოგცემს, ანუ ნანი როგორ გახდება მაშინ? ნუ ძალიან უზარმაზარი რიცხვი თუ გადავეცით და ნანზე ოპერაციები ჩავატარეთ, ნანი გამრავლებული 2-ზე და ნანი შეფარდებული 1-ზე, მაინც ნანი არის. აი, მაგრამ შენ ამბობ, რომ თქვა ნანს რო არ მივაქციოთ, ანუ ესეთ ძალიან დიდ რიცხვს ვერ მივიღებ ერთ-ერთ ვარიანტში. ნუ ეგრე ვარაუდობ. აი, კიდევ ვინმე სხვა რა აქ იდეა? მას ნანს მგონი მივიღებთ, როცა უარყოფით რიცხვს ჩავწერთ დადებით ის მაგივრად. -20 ჩავწერო? ხო, მგონი მაგ დროს მივიღებ ნანს და აი, ნანები, ცოტა ხანი ნანებს თავი დავანებოთ და ვთქვათ ძალიან დიდი რიცხვები და 0. აი, ძალიან დიდი რიცხვი. მაგრამ ნანში უსასრულოს კი არ გულისხმობ, ანუ 0-დან 1-მდე იქნება რომელიღაც, ანუ ან 0 იქნება, ან 1, ოღონდ ძალიან მცირე რა. აი, გავუშვით, მოდი ახლა ნახოთ რა.
ხო -20 არ შეიძლება ბოდიში, იმიტომ რომ სტანდარტ დივიეიშენი 0-ზე მეტი უნდა იყოს, მოდი 20 ჩავწეროთ. აი რა მოხდა. ვინმე შეუძლია ახსნას, ანუ 1-ზე მეტი რატომ მივიღეთ? ანუ ვარაუდი იყო, რომ 1-ს მივიღებთო, ან 1-ზე ნაკლებსო და აი 1-ზე მეტი რატომ მივიღეთ? თუ დავაკვირდებით, ყოც. აი აქ არის პრობლემა. მეორე ხაზში. Last layer activation რო false გვაქვს მაგიტო? კი, სწორია, ანუ ესე იგი last layer-ზეც დავწეროთ true, აქაც sigmoid იქნება და ეხლა გვაქვს 0-1, იმიტომ რომ ყველგან sigmoid-ია უკვე. ხო, ნუ ეხლა უკვე sigmoid-ი რადგან 0-1-ში არა აქვს მნიშვნელობა მე რას მივცემ, ანუ ძალიან პატარა რიცხვს მივცემ თუ რას მივცემ, 0 იქნება 0-1 დიაპაზონში. ნუ sigmoid-ი ნახეთ, რომ ამ პრობლემის გადაჭრაში ვეხმარება. ეხლა მოდი ესეთ ზოგად კითხვას ვსვავ, ალგორითმულ კითხვას ვსვავ, აი sigmoid-ი რო არ ქონდა, აი რატო ხდებოდა ეს, რომ ძალიან დიდ რიცხვებს ვიღებდით ან ძალიან პატარა რიცხვებს ვიღებდით? აი ანუ ალგორითმულად ვინმე თუ იტყვის, აი მარტივად ერთი წინადებით რა ხდება ამ დროს შიგნით, ანუ რატო ხდება ესეთი რაღაცა. აი რო ავიღოთ 0.4, გავამრავლოთ 0.4-ზე. იქნება 0.16. ხა კიდე რო გავამრავლოთ 0.7-ზე. გვექნება უფრო პატარა რიცხვი. -0.3. 0.009. კანზომიერებას მიხვდით, ანუ პატარა რიცხვებს, ბევრ პატარა რიცხვს რო ერთმანეთზე ვამრავლებთ, მიდის 0-ისკენ. ანუ 1-ზე ნაკლებ რიცხვებს ერთმანეთზე რო ვამრავლებთ, მიდის 0-ისკენ. და ჩვენ თუ პირიქით გავაკეთებთ, ანუ 1-ზე დიდ რიცხვებს თუ ავიღებთ, თქვათ, აი 1.1-ით რო აი ესეთ კოდს დავწერე ხა ელემენტარულად for but in range 100 რაღაც ერი გამრავლებული ტოლი, თქვათ 1.1, აი 1-ზე ოდნავ პატარა რიცხვი ავიდოთ, აი 1.001. ერი იყოს თავიდან 1. ესე და დავბეჭდოთ აქ ერი. გაიზარდა, ანუ ამას რო ვსვდი, რაც არ უნდა, ანუ 1-ზე მეტი თუ არის რიცხვი, სიღრმეს რო ვსვდი, მიდის უსაშრულობისკენ და 1-ზე ნაკლები თუ არ მიდის 0-ისკენ. ანუ აქაც რო განვაზოგადოთ ეს, ან ნეირონქსელი რა არის, სიღრმეს რო უზრდი, მე რეალურად რა ხდება შიგნით, ხო, ბევრი მატრიცის ერთმანეთზე გადამრავლება, ანუ წინა ლექციას თუ გაიხსენებთ, ანუ ჩადგმულია პატარა რიცხვების ერთმანეთზე გადამრავლება და ეს რიცხვები თუ აი რანდომულად ვაკეთებ, ხო, ინიციალიზაციას, ან თუ შანსი მეტია, რომ 1-ზე ნაკლებები გაიჩიტოს ბევრგან, მაშინ წავართ 0-ისკენ დიდი ალბათობით. და თუ 1-ზე მეტებია, მაშინ წავართ უსასრულობისკენ, ანუ იდეა გასაგებია, ხო, რა ხდება. და როდესაც sigmoid-ს ვაკეთებ, უკვე ვაკავებ მე, ანუ ყველა შრეზე, ანუ ვაკეთებ ნორმალიზაციას, ანუ აქ რო ვაკეთებ და ეს რაღაცას, რომ ერი გამრავლებული ტოლია 1-ზე, მაგრამ მე რომ მეწეროს ესეთი კოდი, რომ if ერი მეტია 1-ზე, ერი უდრის 1-ს. ან if ერი ხო, მარტო ეს რო დავწერო. ხო, ან ბუნებრივია რომ 1-ს მივიღებ. ანუ ეს არ უშვებს იქით, აი ეგეთი რაღაცა ხდება აქაც რა. ნუ მაგ დასკვნა არის რომ თუ რიცხვები მეტია 1-ზე, მაშინ ეს მიდის უსასრულობისკენ. თუ ნაკლებია 1-ზე, მაშინ მიდის 0-ისკენ. და ნუ ქსელი რაც უფრო ხმა არის, უფრო ეს პრობლემა უფრო აქტუალური ხდება. ოკეი. ეხლა მოდი ვნახოთ ესეთი რაღაცა. დავწეროთ სხვა კოდი. ნუ ეს გასაგებია ახლა რაც მოხდა. მოდი ახლა დავწეროთ ესეთი კოდი. ახალ ექსპერიმენტზე გადავედით.
ხო, მოდი ახლა დავაკვირდეთ ეს forward pass-ი ნახეთ, ახლა backward pass-ი რა ხდება. ნუ ჯერ კოდი გამიხილოთ, ესე იგი, ავიღე რაღაც depth-ი, ამ შემთხვევაში 50, ვქმნი ჩემ neuron cells, აქ მოდი ისევ მოდი აქ ვიხმაროთ sigmoid-ი. ეს ჩვენი ეს მოდი არ გვინდა ჯერჯერობით. ან იყოს ეს ჩვენი მაგიური რიცხვი, რომელიც ან მოდი ჯერ identity იყოს. აი ეს ინიციალიზაცია, ეს რაღაც learning rate-ი შემოვიღე და აქ ვაკეთებ 10 ცალ gradient descent-ის steps, ანუ ესე იგი gradient-ები გავანულეთ, მე ეს ჩემი რაღაც loss-ი დავთვალე, გამოვითვალა ეს წარმოებულები და აქ რა გავაკეთე, რომ ეს gradient descent-ის step-ი გავაკეთე, ანუ მოდელის ყველა წონას გამოვაკელი, ანუ p.data sub ანუ substitute, გამოკლება in place ოპერაცია learning rate-ი გამრავლებული ამის gradient-ზე. ანუ ეს არის ეს რაღაც, ანუ p უდრის s minus l-ი გამრავლებული p-ის gradient-ზე. ესეთი რაღაცა მოვახდინე და მე დავბეჭდოთ თვითონ loss ფუნქცია, ანუ ამ neuronal ქსელის loss ფუნქცია, აი ეს. დავბეჭდოთ პირველი layer-ის პირველი ნეირონი, ანუ ერთი ცალი ნეირონი კონკრეტულად რა რიცხვს მოგცემს. ანუ p.data 0.0 item, ერთი ცალი კონკრეტული რიცხვი მაინტერესებს და მე დავწეროთ აი ამ პირველი შრის gradient-ის მოდულის მაქსიმუმი, ანუ ეს წარმოებული ხო რაღაც ან p არის მატრიცა, ანუ p-ის gradient მატრიცა არის, ანუ მატრიცაში ყველაზე დიდ რიცხვს მოდულით ვიღებ. ხო და მე ეგრევე break-ი, ანუ პირველი მაინტერესებს, მარტო პირველი შრე მაინტერესებს. ეხლა პროსტა ამას გავუშვებ. და რა მოხდა ეხლა? ნუ გასაგებია რომ აქ identity რახან მაქვს. მოდი ეხლა ეს არ გვინდა. აი რა, არა, ეს არ გვინდა ერთი წამით, სხვანაირი რაღაც უნდა დავწერო. მოდი sigmoid-ი დავწეროთ. okay, so გასაგებია, კაი. ხო, ანუ ჯერ მოდი ამის გარაშე ვქნათ. და დავაკვირდეთ რა მოხდა, ანუ sigmoid-ის ქსელი მაქვს, ბოლო შრეში false მიწერია, არანაირ ინიციალიზაციას არ ვაკეთებ. და მოდი სიღრმე მაქვს, მოდი 2 იყოს, პატარა ქსელი მაქვს. დავაკვირდეთ loss ფუნქციას, პირველი 10 iteraciyში რა მოხდა, ხო? ნუ დაიწყო რაღაც რიცხვით და ნელ-ნელა მცირდება. ნუ loss-ი რომ მცირდება, ზოგადად კარგია. აი, მოდი ახლა ვნახოთ პირველი შრის პირველი ნეირონის output-ები როგორ იცვლის მნიშვნელობას. ანუ ეს შეგახსენებთ, რომ არის forward pass-ი, ანუ პირველი ნეირონის output-ი რა ხდება forward pass-ის დროს. ესე იგი, აქ გვაქვს ჩვენ მოიცა ერთი წამით. არა, ბოდიში შემეშალა, ანუ პირველი layer-ის აქტივაცია კი არა, data, ანუ წონა, პირველი layer-ის ნეირონის წონა. -0 რაღაცა, ნუ იცვლება, ხო? ნუ ბუნებრივია, რომ იცვლება, იმიტომ რომ ვატრენინგებთ და ტრენინგის პროცესში წონები იცვლება. ნუ აქაც აქაც ნუ არაფერი პრობლემა არ არის ერთი შეხედვით. და ეხლა ვნახოთ აქ რა ხდება. ანუ max layer 1 gradient, ანუ ამ პირველი შრის წარმოებულებიდან მაქსიმუმი რიცხვი, ანუ მოდულში.
ხო და ნუ აქაც რაღაცა იცვლება, ანუ რაღაც რიცხვები არის, არც 0-თან ახლოს არ არის, არც ძალიან დიდები არ არის და მოკლედ ერთი შეხედვით ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ აქ, ხო? ანუ ყველაფერი თითქოს კარგადაა. ხო. და მოდი ახლა ვთქვათ ორის მაგივრად დავწეროთ 5. რა მოხდა? ნუ აქ ლოსი პრინციპში მცირდება ისევ რაღაც, ანუ აქაც ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. მაგრამ ჩვენ თუ დავაკვირდებით, ანუ ეს თვითონ გრადიენტები არის ძალიან პატარა რიცხვები. და შესაბამისად ამის გამო რომ ეს გრადიენტები არის ძალიან პატარა რიცხვები, აი აქ, ანუ წონას როდესაც ვცვლით learning rate-ი განროვებულ გრადიენტზე, ეს წონის ცვლილება კიდევ უფრო პატარაა და შესაბამისად აი პირველი ნეირონის წონები რომ ნახოთ, თითქმის არ იცვლება, ანუ აქ იყო 0.56666, აქაც 0.566, ანუ აი ძალიან ბოლოებში იცვლება. ანუ ეს კარგია თუ ცუდია ახლა თქვენი აზრით, რომ ძალიან ნელა იცვლება. მოდი სანამ პასუხს გამცემთ, კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ. მოდი 5 მაგივრად 8 დავწეროთ. აქ ნახავთ, რომ ეს გრადიენტები კიდევ უფრო პატარა გახდა. მოდი ახლა ვაფშე დავწეროთ 15. ანუ სიღრმეს ვდინე. და აქ კიდევ უფრო პატარა გახდა ეს გრადიენტები და აქ ვაფშე აღარაფერი არ ხდება. ანუ გრადიენტი იმდენად პატარაა, რომ ცვლილება თითქმის არ ხდება. ნუ ეს ყველასათვის გასაგებია, რომ კარგი არ არის, იმიტომ რომ ვატრენინგებ ქსელს და პირველად 10 იტერაციაში ვაფშე ცვლილება არ არის. გასაგებია ხო ყველასთვის მე მგონი ეს რატო ხდება ეს ანუ რა გამოდის რომ ესე იგი PyTorch-ის default ანუ default ინიციალიზაცია ჩემსას არ ხმარობ 15 სიღრმის ქსელისთვის სადაც გვაქვს sigmoid layer-ი არაფერს არ შვება ანუ ვერ ვატრენინგებთ რა მოდი ახლა ჩავვრთოთ ეს თქვენი ასე ვთქვათ, ინიციალიზაცია, რომელიც წინა ექსპერიმენტში, როდესაც identity გქონდა, მანდ დაგვეხმარა. ამით ნახოთ რა სიზარს. ნუ ისევ პრობლემაა, ვთქვათ, -14-ის მაგივრად -11 წერია, ანუ ცოტა გაიზარდა გრადიენტი, ესე იგი ოდნავ რაღაცა დაეხმარა, მაინც, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ცვლილება აქ არ აქვს. ანუ ამანაც არ უშველა. Okay. ეხლა აი ამას ეხლა მე რაც დავწერე ლიტერატურაში აქვს სახელი, რომელსაც ქვია Javier Init. ანუ თქვენ თუ დაგუგლავთ Javier Init PyTorch-ი პირდაპირ devs-ს და აი ესეთ რაღაცას გააკეთებს. ნუ ეს პროსტა თქვი ეხლა რომ იცოდეთ, თორე რეალურად არა საჭირო. კაი, რა ვქნათ ეხლა, ხო? ისმის კითხვა. რამეს უშველით ამას? ნუ ამ პრობლემას ზოგადად, როდესაც გვაქვს ჩვენ გრადიენტების როდესაც ჩვენ გვაქვს ძალიან პატარა გრადიენტები ქსელში და შესაბამისად ქსელი არაფერს არ სწავლობს. ამ პრობლემას ეწოდება vanishing gradient problem, ანუ ესეც ტერმინი, ანუ ტერმინი 1. როდესაც ნეირონული ქსელის გრადიენტები არის ძალიან პატარა და შესაბამისად ქსელს უჭირს სწავლა ან ამ შემთხვევაში საერთოდ ვერ სწავლობს. და რაც უფრო ღრმა არის ქსელი,
ვაჩვენეთ, რომ ანუ ამ რიცხვს ვზრდით, უფრო პატარავდება, ხო? ანუ პატარა ქსელის შემთხვევაში დიდი პრობლემატური არ არის, მაგრამ აი ღრმა ქსელებში გვაქვს პრობლემა. ოკეი, და მოდი ახლა როგორ უშველოთ ამ პრობლემას. ნუ აქ აღმოჩნდება, რომ რეალურად სიგმოიდში არის პრობლემა, ანუ თვითონ ამ ნეირონულ ქსელში. და აქაც ნუ მათემატიკა უნდა რომ ვაჩვენოთ ჩვენ რომ ბექვარდში ბექვარდ პასის დროს რატო ცირდება ძალიან გრადიენტი, ნუ ეხლა აქ მოდი ჯერჯერობით არ განვიხილოთ, რო არ დაგაბნიოთ. просто ავიღოთ და ეს გადავაგდოთ, ანუ არ მუშაობს და მოდი სხვა ვცადოთ, მაგალითად რელუ. რელუ ვცადოთ, ხო? პირობითად. და მოდი გავუშვათ ეხლა რა მოხდება რელუზე. აჰა, რელუზე ვნახეთ, რომ მოიხსნა ეს პრობლემა და გრადიენტები ძალიან პატარა რიცხვები აღარ არის. შესაბამისად, აქაც ცვლილებები გვაქვს. ანუ რეალურად რაღაცას სწავლობს, იმიტომ რომ წონა იცვლება და ლოსი პატარავდება. ანუ რელუმ ეს პრობლემა გადაგვიჭრა. მაგრამ მოდი ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა, რომ გავაუმჯობესოთ, ანუ ინიციალიზაციის ალგორითმი და უფრო აი შედეგი მივიღოთ აქ. ნუ ამისთვის არის რელუს შემთხვევაში არსებობს ესეთი ინიციალიზაციის მეთოდი, რომელსაც ქვია timing hay, ანუ ეს timing hay არის პიროვნება, რომელმაც 2015 წელს თუ არ ვწდები დაწერა სტატია, რომელშიც არის ნათქვამი, როდესაც რელუ არის, როგორ გავაკეთოთ ინიციალიზაცია და ამისთვის PyTorch-ი პირდაპირ არის ჩაშენებული, ახლა ვეგაჩვენებთ. კოდს დავწეროთ მოდი აქ. მესამე ინიციალიზაციის ფუნქცია, ამას დავწერ ასე, ანუ definite და method. ანუ ან he გვაქვს, ან Javier გვაქვს. ანუ ეს Javier იყო წინა რაც გაჩვენეს, ანუ გაჩვენეთ, ანუ ერთი შეფარდებული h-ის ფესთან. ანუ აქ ასეთი რაღაც მიწერია, თუ მეთოდი არის he, მაშინ ინიციალიზაციის ფუნქცია მაქვს torch nn init timing normal და აქ უნდა მივუთითო რომ relus ვიყენებ, თუ არა და მაქვს Javieris. და შემდეგ აქ მიწერია ასეთი რაღაცა, რომ init პირდაპირ layer weight. ანუ თუ მივეცი he, ეს ნიშნავს რომ relux-ელია და მაშინ აი ამ ალგორითმით უნდა გააკეთოს ინიციალიზაცია, თუ არა და რასაც ვიყენებდით იმით. და მოდი ახლა ეს ჩვენ გავტესტოთ. აი აქ model init და მივცეთ method აი ესე და ვიღეთ უკეთესი შედეგი, ანუ უფრო კარგად მოძრაობს, ანუ უფრო დიდი წარმოებულები გვაქვს და შესაბამისად წონების ცვლილებაც უფრო კარგია, იმიტომ რომ გრადიენტი თუ დიდია, ესეც შეიძლება. ხო, აქ ახლა, მაგრამ ერთ რაღაცას დავაკვირდეთ ახლა. ნახე, ან loss თუ დავაკვირდები, აი აქ გაიზარდა, ანუ ჯერ გაიზარდა და მე დაპატარავდა. ამიტომ მე ახლა ვეცდები, რომ ეს გამოვასწორო learning rate-ის შემცირებით. მაგალითად 0.005 რო დავწერო. და აი უკეთესად ცირდება და ეს წონებიც უფრო კარგად იცვლება. ანუ ზოგადად ეს loss-ი თუ დახტუნავს აქეთ-იქით, ერთ-ერთი მეთოდი რო უშველოთ არის, რომ უბრალოდ learning rate-ი შევამციროთ. ოკეი. კარგი. აი, მოდი ახლა ძალიან ბევრი ვილაპარაკე და რო შევაჯამოთ ეს სექცია, ანუ აქ რა ვქენით. პირველი დასკვნა 1. კლიანად რო ნოუთბუქი შევაჯამოთ. ან პირველი ნახეთ, რომ მუდმივი რიცხვით ინიციალიზაცია ცუდია და გვინდა რანდომული რიცხვები, მაგრამ რანდომულსაც გააჩნია, ანუ თუ გვაქვს ესე იგი, თუ გვაქვს ჩვენ
რელუ მაშინ უნდა გამოვიყენოთ აი ესა და თუ რელუ არ აგვაქვს, მაშინ და თუ გვაქვს სიგმოიდი, მაშინ უნდა გამოვიყენოთ ეს. ეხლა აქ ამას თუ დაიმახსოვრებთ, დიდად მნიშვნელოვანი არაა, თუმცა თუ გემახსოვრებათ უბრალოდ რომ არსებობს სხვადასხვა ქსელებისთვის სხვადასხვა ინიციალიზაციის მეთოდი, შეიძლება რაღაც ამოცანაში უბრალოდ უფრო უფრო უკეთესი შედეგი მიიღოთ რა. ანუ ეხლა ამ კოდის დაზეპირება საერთოდ არ არის აუცილებელი, უბრალოდ იცოდეთ რომ არსებობს ესეთი ინიციალიზაციები და ხშირად ეს გვეხმარება ქსელებში. ხო, თუმცა აქ რაც ვისაუბრე, ეს პატარა რიცხვების ერთმანეთში გადამრავლება და რაღაცა, ეს სასარგებლოა, რომ ესენი რაღაც ინტუიციაზე გესმოდეთ და ნუ რაც უფრო დრო გავა, მიხვდებით, რომ უფრო კარგად აითვისეთ ამ ყველაფერს. ოკეი, და ხო, პირველი დასკვნა ეს იყო, რომ მუდმივად ცუდია და რანდომული ინიციალიზაცია არის ან ხავიერ, ან ჰე. ო გააჩნია გააჩნია აქტივაციას. ნუ შემდეგ ლექციებში კიდევ ნახავთ, რომ ბევრნაირი ინიციალიზაცია არსებობს და ზოგადად ეს წონების ინიციალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ესეთი ღრმა საკითხია თვითონ ამ machine learning-ში და ბევრი კვლევა არის გამოშვებული, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს წონები, რომ კარგი შედეგი მივიღოთ. ანუ ესეთი ხელწამოსაკრავი საკითხი არ არის, ესე რომ ვთქვათ რა. აი, და კიდე რა გვინდა ახლა ჩვენ? ანუ ეს ნახეთ, შემდეგ დასკვნა ორი იყო, რომ აი ეს vanishing gradient-ის პრობლემა, ანუ ესეც ახსენით. ეს ძალიან ცნობილი ტერმინია vanishing gradient და ხშირად თუ რამეს დაგუგლავთ ან და არესერჩებთ, შეიძლება ხშირად შეგხვდეთ. და უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში ხდება გრადიენტების დაპატარავება და ქსელი ვერაფერს ვერ სწავლობს. ანუ ეს არის მეტი არაფერი, ანუ ეს უბრალოდ ექსპერიმენტებში ვაჩვენეთ, რომ მართლაც ესეა. და დასკვნა 3 რომ რელუ უფრო სტაბილურია ღრმა ვაჩვენეთ, რომ რაც უფრო აი ამ ექსპერიმენტში ვაჩვენეთ, რომ ღრმა ქსელებში რელუ ბევრად კარგად მუშაობს, ვიდრე სიგმოიდი, იმიტომ რომ სიგმოიდის შემთხვევაში ეს vanishing gradient პრობლემა ჰქონდა და ქსელი არაფერს არ სწავლობდა. და ნუ ეხლა რომ ნახოთ ქეგლზე თქვათ, ძირითადად შეხვდებით, რომ სიგმოიდს არავინ არ იყენებს და ძირითადი მიზეზი აი ეს პრობლემა არის, ჩვენ რაც ვისაუბრეთ. ანუ ახლა უკვე იცით, ხალხი რატო არ იყენებს სიგმოიდს და უფრო ურჩევნიათ რელუ. თუმცა აი უფრო თანამედროვე ქსელებში, აი მაგალითად ტრანსფორმერებში, რომელსაც მომავალში ისწავლით, ამ ტრანსფორმერები არის ქსელი, რომელიც გამოიყენება ChatGPT-ში და ასეთ მოდელებში, მან კიდევ უფრო სხვა რაღაცებს იყენებენ, რომელიც რელუს გაუმჯობესებაა. მაგრამ ხშირ შემთხვევაში რელუ სრულიად საკმარისია, რომ იმუშაოს. კარგი. ოკეი, და ეხლა რა გვინდა? ხო, აქ რამე კითხვა თუ არის, მკითხეთ და ეხლა მოდი გადავიდეთ ჩვენ playground-ზე. და აქ მინდა რაღაცეები გაჩვენოთ სუფთად პრაქტიკულად. ეს გავადიდოთ. აი, ანუ ეხლა ინიციალიზაცია მეტნაკლებად გავიარეთ, ნახეთ რომ მნიშვნელოვანია როგორ გავაკეთებთ და ეხლა მოდი განვიხილოთ რეგულარიზაცია. მეორე თემა, რაზეც გვინდოდა საუბარი, არის რეგულარიზაცია. აი, თუ შეხვალთ, აი აქ წერია ეს regularization. ცოტა კიდე გავადიდოთ ესე. აი აქ წერია ეს regularization და აქ გვიწერია regularization rate და მოდი ვნახოთ ეს ორი რას აკეთებს. აი ხა საუბარს საერთოდ არ დავიწყებ, უბრალოდ ჩავატაროთ ბევრი ექსპერიმენტი და შევეცადოთ, რომ ინტუიციურად მივხვდეთ, რას აკეთებს, სანამ ავხსნით.
აქ არჩევანი რა გვაქვს? ანუ ან ნანი უნდა იყოს, ან L1 ან L2. რაღაც სახელებია ჯერჯერობით ესე ვფიქროთ. მე ავხსნით რა. და თქვათ მე თუ ავირჩიე პირობითად L2, აქ რაღაც რიცხვები მაქვს. ანუ რეიტი, ხო, რა, თქვათ 0.1 და რა იზავს ახლა. ესენი შევეცადოთ ნახოთ. მოდი სანამ ამას ნახავთ. ნონზე მინდა ერთი რაღაც განახოთ პირველ რიგში. რაღაც დატას ავიღებ, დეფოლტად აქ ავიღებ ესეთ რაღაცას, მოდი ესენი გავზარდოთ, ესე. გვია კიდე დავამატოთ. და რელუ მაქვს და მოდი ეს დავუშვათ. გავჩერდით. აი ხა აქ ხედავთ რომ მაგალითად ნეირონებს რო დავაკვირდეთ ჩვენ, აი ეს ტიპი, აი ეს ნეირონი არის სუთეთრი. ესეც სუთეთრია. ეხა ეს თეთრი რას ნიშნავს რომ აი აქ თუ შევხედავთ ჩვენ ფერთა გამას, აქ ნახავთ რომ თეთრი შეესაბამება 0-ს. ანუ ეს რო თეთრი აქ ნიშნავს რომ ანუ output-ში ვიღებთ 0-ს. ანუ აქ რაღაცები შედის ამ ნეირონში და არაფერი არ გამოდის. ანუ ფაქტობრივად არაფერ ფუნქციას ეს ჩემი ნეირონი არ ასრულებს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ყოველთვის 0-ის prediction-ი გამოაქვს. და რატო ახლა ჩვენ თუ დავაკვირდებით input წონებს, ყველა არის უარყოფითი, ხო, თითქმის ყველა აი 0.-0.48 და ბევრი არის მინუსებით. ხო და რელუ როგორია, ანუ შევახსენეთ რომ რელუ არის მაქსიმუმი 0-სა და input შორის. ანუ თუ input-ი, ანუ ამ შემთხვევაში აი ამ input-ების ჯამი არის უარყოფითი რიცხვი, მაშინ ეს რელუ 0-ია და არა აქვს მნიშვნელობა იქნება -1, -2, -100 თუ -100,000. ანუ ყველა ვარიანტში 0-ია და ზოგადად რელუ ქსელს ახასიათებს ესეთ რაღაცა, რომ ხშირად სწავლების პროცესში თუ აი კონკრეტული ნეირონის input-ებში მივიღეთ ბევრი უარყოფითი წონა, ეს რელუ არაფერს აღარ აკეთებს, ანუ ამას ქვია მკვდარი რელუ, ანუ dying neurons ქვია ამ ტერმინს და თუ სადმე შეგხვდებათ, რომ პროსტა იცოდეთ რას ნიშნავს. ხო და ხშირ შემთხვევაში ამის მოგვარება ძნელია, იმიტომ რომ ერთხელ თუ ჩავარდა ან მოკვდა ეს ნეირონი, მერე ტრენინგის პროცესში დიდი ალბათობით ისევ მკვდარი დარჩება. და უბრალოდ ქსელში მექნება ნეირონები, რომლებიც არაფერს არ აკეთებს და ამიტომ რელუს მაგივრად ბევრი იყენებს, თქვათ რელუს გაუმჯობესებას, რომელსაც ქვია ლიკი რელუ. აი ესეთ რაღაცა შეგიძლიათ ნახოთ მე რას აკეთებს. ანუ აი მაგალითად, რავი, რა ჩავწეროთ აქ torch tensor, თქვათ 0.4. ან იგივე რელუა უბრალოდ რელუში მე თუ თქვათ -100-ზე მქონდა 0, აქ მექნება რაღაც პატარა რიცხვი მექნება. ანუ სულ 0 არ არის და შესაბამისად I am dying კითხვა ისმენთ ხატო კვდება, ანუ რას ნიშნავს კვდება, ანუ რომ შენ არაფერ გავლენას არ ახდენს გამთვლაზე? ხო, აი აქ ნახეთ, ესე იგი, მოკვდომა რას ნიშნავს, რომ input-ებში შედის, ანუ ნეირონული ქსელის input-ი რა არის, რომ ეს რაც შევიდა წიდაშრიდან, ისინი იკრიბება, ხო? ანუ x-ი განროლება, აი მოვიდაუსტეროთ. ანუ x-ი მრავლდება weight-ზე, ხო? x-ი მრავლდება რაღაც weight-ზე. მერე ესენი იკრიბება. მერე ეს შედის. მერე ეს გადის რელუში. მერე გამოდის პასუხი. ანუ ეს არის ერთი ნეირონის ოპერაცია, ხო? ეს არის წინაშრიდან წამოსული. ეხლა ეს weight-ები თუ არის მინუსები, თქვათ, ძირითადად ან ბევრი weight თუ მინუსია, ეს ჯამიც იქნება უარყოფითი რიცხვი, ხო? და უარყოფითი რიცხვი რელუში რო შევა, პასუხი იქნება 0. და მერე ახლა რა მოხდება? ანუ ჩვენ რო გრადიენტებს ვითვლით, თუ input-ი მინუსია, იმ გრადიენტის update-ის შემდეგაც დიდი ალბათობით მინუსი დარჩება.
და ეს რელო კიდე 0-ს გამოვიტანს. მე კიდე 0-ს და ანუ არა აქვს რა მნიშვნელობა, ანუ რას შევიტან, არაფერზე არ რეაგირებს, ანუ პასუხი მაქვს სულ 0 და ფაქტიურად ფუნქციას არ ასრულებს, ანუ და ამიტომ ქვია, რომ ეს ნეირონი მოკვდავა, იმიტომ რომ ინფუცი აღარ რეაგირებს, სულ 0-ია პასუხი რა. ოკეი. ხო, ეს უბრალოდ ბევრი ფილოსოფია არ გვინდა, ეგეთი რაღაც რომ შეიძლება მოხდეს, მინდოდა მეთქვა. მოდი ახლა დაუბრუნდეთ ისევ ამ ჩვენ რეგულარიზაციას და პირველ რიგში განვიხილოთ მოდი L2. რას ნიშნავს? ეხლა დატას შევარჩევ მე სპეციალურად ისე რომ მოხდეს overfit-ი. მაგალითად ავიღოთ აი circular data, რომელსაც უხმარობდით და აი თუ გაქვთ იდეა როგორ შეიძლება რომ ეს პარამეტრები ვცვალო ისე რომ Excel-მა overfit-ი გააკეთოს. ანუ ჯერ მოდი დავიწყოთ რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს overfit-ი და ეს პარამეტრები როგორ შევარჩიო აი რომ overfit-ი მოხდეს. ანუ ვინმეს თუ გაქვთ იდეა. მიკა მას overfit-ი ხო იმ დროს ხდება, როდესაც train-ის ანუ როცა დასწავლის დროს რა დანაკარგსაც მივიღებთ, loss-რასაც მივიღებთ, ეგ როცა არის ნაკლები იმაზე, რა ქვია, ვალიდაციის loss-ი. ხო? ტრეინინგი როცა არის ვალიდაციაზე ნაკლები? ხო, მაგ დროს ხდება overfit-ი და ესე იგი, ანუ რამოდენიმე ვარიანტი არის, მაგალითად, როდესაც ეპოქების რაოდენობა როცა ძალიან ბევრია, მაგ დროს ხდება overfit-ი. პირველი ვარიანტი ერთი მიზეზია ეგ, რომ შეიძლება ბევრ ეპოქებზე მოხდეს. ხო, სწავლების ციკლი როცა დაბალია, მაგ დროსაც შეიძლება მოხდეს overfit-ი. და სიღრმე რო ძალიან ღრმა არის, ანუ depth რო აქვს ძალიან მაღალი, მაგ დროსაც შეიძლება. ეგეც სწორია, depth როცა დიდი აქვს. აი მოდი აი შერაც ვქი გავაკეთოთ, ანუ ეს ავიღოთ. ნუ ეს საკმაოდ დიდი Excel-ი არის. აი კიდევ ერთ სხვა მოიფიქრებთ, მაგალითად, როდესაც შეიძლება მაშინ რომ მოხდეს overfit-ი, როდესაც training data პატარა არის. აი მაგალითად აქ წერია ratio of training to test data. ანუ 4 არის 50-50, ანუ ეს აი აქ შემიძლია მე მოვწიჭკო და ეს ეხა რასაც მიჩვენებს. ეს არის თუ არ ვცდები training data და აქ რომ მოვწიჭკავ პლუს დაემატება test data-ც, ანუ ცალკე არის რა. და ეხა მე თუ ამას გავზრდი მაგალითად შეფარდება იყოს 10%. ანუ ძირითადი data test-ში გადავა და ტრეინინგში მექნება მარტო 10%. ეს noisy არის უბრალოდ ნახე noisy რას აკეთებს. ანუ რაც მეტია, აი მოდი ახ გავზარდოთ ეს data. მოდი 90% ავიღოთ, ანუ ძირითადად ჩავყავოთ ტრეინინგში და noisy თუ 0 არის იდეალური წრეწირები, ხო? და noise რო ვზრდით ერთმანეთში ერევა. აი ეხლა ძალიან ბევრი noise მაქვს, ამიტომ ეს ლურჯი და სტაფილოსტრები ანუ ერთმანეთში გადავიდა. მოდი ახლა ესეთ ექსპერიმენტს გავაკეთებ, რომ ამას, ანუ ტრეინინგ დატაში დავტოვებ მარტო 10, მოდი 10 ცოტა აი თუ იყოს 10, ანუ 10% დავტოვებ მარტო. და noise გავზარდოთ. ანუ ამ შემთხვევაში მოდი გავუშვათ ახლა და პროსტა დავაკვირდეთ რა მოხდება. ანუ Excel-ი მაქვს 1 2 3 hidden layer-ი მაქვს და ესეთი data მაქვს. მოდი აქ relu გამოვიყენოთ და აქ ჯერჯერობით რეგულარიზაცია საერთოდ არ გვინდა და ანუ learning rate იყოს ეს. გავუშვათ რა მოხდება. გავაჩეროთ. ეხლა რა მოხდა? ანუ ეს overfit-ი არის თუ არა, რას ფიქრობთ? დააკვირდით loss ფუნქციას, ეს არის ზედა არის test loss-ი, ქვედა არის training loss-ი. და ეს არის თვითონ decision boundary. ეხლა ამ სურათიდან გამომდინარე overfit-ი მოხდა თუ არა, აი მარტო აი ამ სურათს თუ შევხედავთ თქვენი აზრით. მხოლოდ visuals-ს დავაკვირდეთ და
ანუ რომ ხედავთ იქ წრფეებს, მან კი იმიტომ რომ სხვადასხვა მხარეს მიდის და აი, ერთიც იზრდება. მარტო ვიზუალს დავაკვირდებით, რატო არ მოხდა overfit-ი. აი, რა კრიტერიუმით აფასებ, როდესაც იძახი რომ არ მოხდა, ანუ რა განაპირობებს მაგას. ანუ იდეაში overfit მაშინ ვეძახით, როდესაც ზედმეტად გარდაიქმნება და ძალიან ცდილობს რომ ყველა წერტილი მოიცვას და არა. ნახე, overfit-ის, ანუ ეხლა შერასთან სწორია, მაგრამ უფრო ზოგადი განმარტება overfit-ის არის, როდესაც შენ ერგები noise-ს და არა data-ს. იმიტომ ამ შემთხვევაში მე ხო ვიცი რომ ჩემი რეალური data, აი S-ს ჩავსავარი, ანუ წრეწირები რა, ანუ noise შევამცირო, ანუ ესეთი უნდა იყოს. ხო და ეხა ეს რო გამოვთო, აუ გამიქრა ისა, აი კიდე ჩა. ანუ ნახე, ეს ცდილობს რომ აი აქ ეს წერტილი რო ძალიან აქეთ არის, გაფანტული outlier-ი ცდილობს რომ ამეებშიც გადავიდეს. და ამიტომ მე ვიტყვი რომ ესეც overfit-ია, იმიტომ რომ რეალურ შემთხვევაში ეს უნდა მიხვდეს რომ ეს outlier-ებია და იდეალური აი ხა მე თუ ამას დავაპატარავებ მაგალითად. ესეც შევამციროთ. აი ეს არ არის overfit-ი, იმიტომ რომ data-ში ორიგინალური პატერნი რაც იყო, ანუ წრეწირი ის ამოიცნო და ეს outlier-ებზე რეაგირება არ მოახდინა. მაგრამ როდესაც ჩვენ noise-ზეც გადავდივართ, ანუ შენ რას თქვი ფაქტურად იგივეა, ოღონდ სხვა ტერმინებში ვამბობ, ანუ შენ თქვი რომ ყველა წერტილზე ძალიან მოხდაო გადაფარვაო და ეგ იგივეა რომ თქვა რომ noise-ი რაც იყო, იმაზე მოხდა გადაფარვა, იმიტომ რომ მე ხო ვიცი რომ ორიგინალი data არის წრეწირები. და არა ეს ერთმანეთში შემავალი წრეწირი. ეს უბრალოდ ხო noise დავამატე და მაგით. ანუ რა მივიღე რომ Excel-ი მქონდა ძალიან დიდი, ძალიან დიდი რა პირობითად მოდი დავამატოთ კიდე, აი ესეთი რაღაც მქონდა. და ეს რო გავუშვი, აი ესეთი რაღაც ძალიან ცდილობს რომ მოკლედ გაიწეწოს რომ ყველა წერტილს მიწვდეს რა და ეს არის ზუსტად overfit-ის განმარტება. აი ნახე როგორი მიიღო, ანუ noise-ის სწავლასაც ცდილობს და აი აქ loss-ში თუ შევხედავთ, training loss-ი, ანუ მეორე კრიტერიუმი, რითიც overfit-ი შეგვიძლია გავზომოთ, არის რომ training loss-ი მიდის ძალიან ქვევით, ანუ აი ამ training data-ს ძალიან კარგად სწავლობს, ანუ outlier-ებს კარგად ეთარება, როგორც თქვი, მაგრამ test loss-ი ძალიან მაღალია, იმიტომ რომ მე რო აქ ტესტიც შემოვყარო, ანუ რეალური data არის წრეწირი და ეს ვაფშე არ გავს წრეწირს, შესაბამისად test loss-ი ძალიან დიდია. ან როდესაც ეს დიდი სხვაობა, ეგ არის ერთ-ერთი მანიშნებელი, რომ მოხდა overfit-ი, მაგრამ განმარტება ესაა overfit-ის, რომ noise სწავლობს და არა data-ს. ჩვენაც მინდა იმას არ სწავლო. აი ნუ თანხმდებით რომ overfit-ი, ან პირველი რომ training loss, ისა test loss-ი ძალიან მაღალია და მეორე ის რომ რაღაც ძალიან უცნაური ფორმა აქვს და აი ეს outlier-ების დაინტერესება. ანუ ორი კრიტერიუმი მაქვს, რითიც ამოვიცანი რომ overfit-ი მოხდა. კაი და მოდი ახლა ვნახოთ, აი მას ჩავვრთავ მე Elor-ს პირობითად და მოდი აქ დავსვათ 1. რა მოხდება აი პროფესია მაინტერესებს. ანუ არაფერი არ მოხდა, ნახე, ანუ ესენი ყველა მოკვდა, ანუ ყველგან მინუსები გვაქვს, ან პატარა რიცხვი და არაფერი არ გამოდის, ყველგან ნოლებია და ვეფერს ვერ სწავლობს. მოდი 1-ის მაგივრად ეხა იყოს 0.1. მოდი ახლა ცოტა პატარა დავსვათ კიდე. დავაკვირდეთ, რომ პატერნი ამოვიცნოთ რა ხდება. კაი, მოდი დავაბრუნოთ ისე 0.1. ეს მეგონი კაია, ოკეი. ანუ ნახე, რა ხდება ახლა რეალურად. ანუ გაშვებული მაქვს ტრეინზე, მაგრამ overfit-ი ნაკლებად ხდება, იმიტომ რომ მეტნაკლებად ეს წრის ფორმას ინარჩუნებს. და აქ რო დააკვირდეთ თქვენ, ანუ ეს weight-ები ყველა არის პატარა რიცხვებია, იმიტომ რომ მუქები არ არის, ხო, აი მე თუ ამას მოხსნი ახლა ვაფშე და გავუშვებ
ესენი გამოხდება, ეს მუქები ნიშნავს, რომ უბრალოდ დიდი რიცხვებია რა. და L2 რომ ქონდა, ამ შემთხვევაში მოხდა ესეთი რაღაცა, დაპატარავდა ეს რიცხვები და ამანაც ანუ ესეთი კრის ფორმა მიიღო მეტნაკლებად და ლოსიც ანუ მეტნაკლებად ძალიან დიდი სხვაობა არ არის. ანუ დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ, რომ რეგულარიზაცია L2-მა 0.1-ით უშველა overfit-ს. და როგორ უშველა? ეს წონები დამიპატარავა მე. ნუ ლოგიკურია, რომ ესე იგი წონები თუ შევზღუდე მე, ანუ არ მივეცი გასაქანი, რომ ნებისმიერი მნიშვნელობა მიიღოთ დიდი რიცხვები. ანუ ფაქტიურად ეს ნიშნავს, რომ მე ნეირონულ ქსელს ამ შესაძლებლობებს უზღუდავ რა. და ამ შესაძლებლობის შეზღუდვა მდგომარეობს იმაში, რომ overfit-ი ნაკლებად ხდება, ანუ ნაკლებად დიდი რიცხვები, ანუ რიცხვები წონები, რომ ყველაფერი აღარ შეიძლება იყოს და მარტო პატარა რიცხვები უნდა იყოს. შესაბამისად ძალიან რთულ პატერნებს ვეღარ სწავლობს და შესაბამისად მარტო აი ეს მარტივი ფორმა შეუძლია და overfit-ი ავიცილეთ თავიდან. ეხლა ძალიან ბევრი რო ვილაპარაკო, რეგულარიზაცია ზუსტად მაგას გვაძლევს, რომ ანუ მე თუ მაქვს ქსელი, ღრმა ქსელი, რომელშიც ესე იგი ხდება და დავატრენინგე და ნახე რომ ხდება overfit-ი, შემიძლია ეს დავამატო L2 რეგულარიზაცია და ეს რეიტი, ანუ რაც უფრო დიდი რიცხვია, უფრო ძლიერია რეგულარიზაცია, ანუ უფრო მეტად ზღუდავ მე წონებს. შემიძლია ესე ვათამაშო, რომ ჩემი overfit-ი არ მოხდეს რა. ოკეი. და L1-იც მსგავსია, ოღონდ მოდი ახლა L1 გავუშვათ და ნახოთ რა მოხდება. აი, ანუ ამაზე ვერაფერი ვერ ქნა, ესე იგი უკლებთ. აჰა. ეხლა ძალიან საინტერესო რაღაც მოხდა და აბა თქვენი ვარაუდი რა შეგიძლიათ თქვათ რა მოხდა ეხლა. მას ძალიან ბევრი ნეირონი მოკვდა და კი, ეგ მართალია, მე კიდევ სხვა აი აქ ამაზე რა სიტყვით, რომელიც არ მოკვდა იმაზე რა სიტყვით. დასაწყისში. წერტილის ფორმულას რო გვაძლევს? კი. ეგ შემთხვევითობაა თქვენი აზრით თუ არა? არა. ხო, შემთხვევითობა არა არის. კაი, მოდი პირველი სწორია, ბევრი მოკვდა, ანუ ვაფშე ანუ მოკვდა, ეხლა რა გულისხმობ, ნახე. L2-ის შემთხვევაშიც დაპატარავდა, მაგრამ აქ ვაფშე 0 გახდა, ანუ ნახე, აი ყველა ნოლებია. გარდა ამ ორისა, აი აქ მოიცა, 0.41 და ესეც რაღაც გახდა. ანუ L1 L2-ისგან განსხვავებით პრინციპი იგივეა, ანუ წონები ვცდილობთ, რომ ეს წონები იყოს პატარა, მაგრამ L1-ის განსხვავება ის არის, რომ ძალიან ბევრი ხდება ნულოვანი, ანუ საერთოდ გადავყარეთ და დაგვიტოვა მარტო inputs-ზე დაგვიტოვა მარტო ის, რაც გვჭირდება. ანუ ამ შემთხვევაში წრეწირის ამოსაცნობად x1 და x2 სრულიად საკმარისია. ეხლა მე თუ ამას ეხლა data შევცვალე, მოდი იყოს noise და აი ესე data. ეხლა ამ ეს data შემიძლია გავყო წფეთი, ამიტომ მე ვაფშე ამჭირდება კვადრატები და სინუსი, ანუ x1 და x2 საკმარისი უნდა იყოს. ეხლა რო ეს გავუშვა მე აი მართლაც ნახე, რომელიც საჭირო იყო, ისინი დამტოვა. x1 და x2. ეხლა აი რამე რთული რო გავუშვა, თქვათ. აი ეს. კაი, აქ ვერაფერი ვერ ქნა, შესაბამისად უკლებთ რეგულარიზაციას. ის მოდი კიდე დავაკლე ცოტა, მასაც უჭირს. და ბაჩაიზი მომატოთ.
ხო, აი აქ უფრო რთული დატაა და მაგალითად ეს სინუსებიც, ანუ ეს და წრეწირებიც დატოვა. აქ ცოტა გაუგებარია რა მოხდა, ანუ უფრო ძირითადად აი სინუსები აიღო და ეს x2 კოორდინატი. ნუ სინუსი გასაგებია ეს მომრგვალებული ფორმები რო დაიღო. ნუ ყოველთვის არაა მოკლედ გასაგები, მაგრამ ამ ორ შემთხვევაში ვნახეთ. და L1-ს ხშირად იყენებენ, ანუ ამას ქვია feature selection. ანუ როდესაც მაგალითად მე მაქვს თქვათ წრფივი რეგრესია, ნეირონქსელი არა მაქვს დავუშვათ რაღაც თქვათ მაქვს რაღაც ჭირდება ძალიან სწრაფი მოდელი და მინდა რამე ძალიან პატარა მოდელი რო თქვათ რაღაც edge device-ზე გაუსვან მიკროჩიპზე ან რაღაცა და მჭირდება თქვათ წრფივი რეგრესია, ხო? და მაქვს ძალიან ბევრი ფიჩერი და არ ვიცი რომელი ჭირდება. ანუ ამ მეთოდით შემიძლია დავადგინო მე რომელი ფიჩერი შეიძლება დამჭირდეს. L1 რეგულარიზაციით. ანუ ესეც საინტერესო თვისება აქვს და ნუ ესეც რო იცოდეთ რომ ესეთი რაღაცა არსებობს. აი და ხო, ეხა იმპლემენტაციას მოდი ორი სიტყვით ვქვათ. ხო, აქ რამე კითხვა ხო არ არის ეხა რაც ვილაპარაკეთ, ანუ ესე იგი რეგულარიზაციაზე ვთქვით რომ პირველი ზღუდავს ნეირონულ ქსელს რომ წონები ძალიან არ გაიქცეს და შესაბამისად ამ ნეირონულ ქსელის შეზღუდვით ვიღებთ იმას რომ overfit-ის მოხდენის ალბათობას ვამცირებთ. და მეორე რაც ვთქვით არის რომ L1-ის დროს წონები პატარავდება და ძირითადად ბევრი ნოლდება და ასევე იმ მნიშვნელოვან ფიჩერებს გვიტოვებს და მესამე რაც ვთქვით არის რომ ReLU-ს რო ვიყენებ ხშირად ანუ ეს dying neurons რაც ვთქვით, ანუ ხშირად კვდება რა. აი ეს სამი რაღაცა ვთქვით. და მოდი ეხა ნახოთ ჩვენ როგორ ხდება PyTorch-ში ეს ყველაფერი. ანდა მოდი ეხლა არ გვინდა და შემდეგ ლექციაში, როდესაც pipeline-ს ნახავთ მთლიანად, ანუ რაღაც კეგლზე ავიღოთ რაღაც ამოცანა და მთლიანად გავარჩიოთ და იქ გამოვიყენოთ ეს მეთოდები, აქ პროსტ არ მინდა ეხლა რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია იყოს. ოკეი, მოდი ეხლა საშინაო დავალებას რაც შეეხება. აი, მოდი ეხლა რეკორდინგს გამოვთავ მე და გადავიდეთ საშინაო დავალებაზე.